ტელეიმედის ერთგული მაყურებლისა და პირადად ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი პროექტის მიმღერეს ახალი სეზონის მონაწილეები ბახტაძეები ყვავს სტუმრად. გთხოვთ შეეგებოთ ზუკა ბახტაძე ბალანჩივაძე და ანა გოქსაძე. მოგზავნით. ზუკა ანა მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ზუკა შენ კი ხარ ჩემთან ამყოფი, მაგრამ სხვა ამპლუაში როგორც ანსამბლის წევრი, ჰერიოსი. მაგრამ ანა პირველად ბრძანდება და კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენთან. მე პირადად ძალიან მომწონს თქვენი შესრულება და არ არის შემთხვევითი, რომ მაყურებელმაც ესე აიტაცა, თორესაც ბახტაძეების აცხადებენ, ესეთი ხალისით ელოდება უკვე, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო კვიდრდება ხოლმე თქვენთან ერთად. მინდა კითხო ზუკა პირველ რიგში შენ რომ რანაირად დაითანხმე მეუღლე, იმიტომ რომ ვიცი რომ აქამდე საჯაროდ არ უმღერია და როგორ მოხდა? კი ბატონო. მიმღერეს ამბები პირადად ჩემთვის და მათ შორის ანასთვისაც, იმიტომ რომ წინა სეზონებზე გადაღებაზეც ხშირად ვიყავით ხოლმე, ნუ ჩვენ როგორც ხან ანსამბლი, ხან ინდივიდუალურადაც ბევრ თქვათ ეპიზოდში ვიღებდით მონაწილეობას და ასე რომ ესე უცხო არ ყოფილა ჩვენთვის ეს გარემო, ეს პროექტი. მაგრამ ნუ ჩვენ რომ გამოვსულიყავით ამაში, ნუ რა თქმა უნდა, გივიკო სირბილაძე ვახსენოთ. კიდევ ერთხელ აუცილებლად, იმიტომ რომ დიდი წვლილი მიუძღვის. რომ არა ის, ალბათ ჩვენც რაღაცა მოგვერიდებოდა ცოტა რაღაცნაირად ვერ შევძლებდით ესე თამამად, ესე რომ ვთქვათ და გივიკოს უკვე ქონდა ასე ვთქვათ მონაწილეობის გამოცდილება ქონდა უკვე ჩვენზე ბევრად დიდი ამ ბავში და ხო რაღაცნაირად ესე დაგვითანხმა და მე ანა დავითანხმე, როცა დაურეკე და უთხარი რომ მეთქი ესე და ესე უკვე რთულად ასაქმე მეთქი უნდა. მოდი ბოლო-ბოლო. კონცერტზე ფილარმონიაში რო იყავი მაგ დროსთან რომ მირეკავდი. კი ბატონო, ხო რაღაც რეპეტიციას გავდივდით და მოდი სახლში და მე ვისაუბროთ, მაგრამ არა. ანუ გამორიცხული. დისტანციურად მოიდომა პასუხის მიღება. ეხლა მე რო საუბრობთ ხოლმე, ეხლა პირიქით რო ყოფილიყო, ჩემ შემთხვევაში მე ალბათ აუცილებლად კიდე უფრო ისე უარს ვიტყოდი, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ჩემთვის ცოტა უფრო ისეთია რა. ალბათ მისთვისაც იყო, მაგრამ რაღაცა ერთობლივი ამბის გამო გადაწყვიტა, რომ ჩემთან ერთად გამოსულიყო და ისთვისაც დიდი მადლობა მას. ძალიანაც კარგი გადაწყვეტილება მიიღო. ანა, ეხლა მინდა შენ კითხო, როგორია თვითონ იქ სცენაზე დგომა და რა სიტყვი ამ შემთხვევაში მიმღერეზე როგორც მონაწილე? მიმღერე, აი მართლა საოცარი პროექტია და უდიდესი გამოცდილება მიმაღებინა. აი ესე რომ ვთქვათ, მართლა ეხლა ჩემთვის აბსოლუტურად პირველი იყო, მაგრამ ყოველთვის მინდოდა სცენაზე დგომა. ნუ მე არ მღერი, არც არასდროს არ მიმღერია, არც ბავშვობაში არ მივლია სიმღერაზე. ოზოგოჯი მიმღერემდე არ გიმღერია, შეიძლება ითქვას. მართლა ეგრე არის და არც ნუ სკოლას არ ვთვლი იქ რაღაც ზეიმები და პატარ-პატარა რაღაცები, მაგას არ ვთვლი, მაგრამ არც სუფრებზე, ხო წარმოგიდგენიათ რამდენ სუფრაზე ვარ. გასაკვირი იყო, სულ მაგის ხვეწნაში ვარ და თუ შეიძლება რაღაცა ვიმღეროთ, რაღაცა. სულ აი ესე თავს არიდებდა და საბოლოო ჯამში უცებ ბატონო, ერთხელ და საფუძველი არა მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ესე დიდ სცენაზე ვიცით. ექსპრომტად ესე რომ. ორი სიტყვა მინდა კითხოთ, ჯერ რამდენიმე ეპიზოდია გასული, მაგრამ უკვე საბესტილება რა თქმა უნდა გაქვთ ჩამოყალიბებული. თქვენთან ერთად არაერთი ნიჭიერი ადამიანი გამოდის. მათზე რას ვეტყვით? არაერთი ნიჭიერი ადამიანი და არაერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, რა თქმა უნდა და რაღაცა ესეთი კოლექტივი შეიკრა თავიდანვე, რომ აი უცებ მოხდა ისე კარგად ერთმანეთთან შეხმატმილებაც, რაღაცა ურთიერთობაც, რომ ეს ნუ მით უმეტეს 10 მაგათ უფრო სასიამოვნოა. იმიტომ როცა იღებ პროექტში მონაწილეობას. წარმატებები მინდა გითხრათ თქვენ და ყველა მონაწილეს დღეს რა შეგვისრულებთ ჩვენ შოუში. ქალბატონი ინოლა გურგულიას დარჩი ჩემთან. ხო Artsakh vidodit shemga
ისხლებს შენ რომ გიყვარდე კარგო რაღა მოგლავდა მე დარჩი ჩემთან გული მომსრფელი სიცოცხლე ჩემო სიხარულო ჩემო სული სამღებო ჩემო ჩუმი მღერით რომ მოგასვენო დარჩი ჩემთან ლამაზო ჩემო დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ვახტანგების ოჯახს წარმატებები უშუროთ მათ.